მოგესალმებით. წინა ჩანაწერებში ვისაუბრეთ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენაზე, კონკისტადორების მიერ მესოამერიკული ცივილიზაციების დაპყრობაზე, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების შექმნაზე და სამოქალაქო ომზე. ეხლა კი დროა ვისაუბროთ ამერიკის კონტინენტის აბორიგენ მკვიდრმოსახლეობაზე, რომელსაც Native Americans, იგივე ინდიელები ეწოდება. დასაწყისშივე ინდიელები ეს არასწორი სახელია და უკავშირდება ქრისტეფორ კოლუმბის წარმომადგენლს, რადგანაც მას ეგონა რომ აღმოაჩინა ინდოეთი. მათზე კინემატოგრაფიიდანაც კარგადაა ცნობილი ვესტერნის ფილმებში, სადაც ისინი განსაკუთრებული ჩაცმულობით, დამახასიათებელი სახელებით და აგრეთვე მათი პიროვნული და მორალური ღირსებით გამოირჩევიან. ამერიკის კონტინენტის ეს ხალხი, რომელიც თავიდან ბერინგის სრუტიდან გადმოვიდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული და ცივილიზაციის მატარებელი ხალხი. ისინი მართალია ისინი ერთმანეთთან მტრობდნენ და ომობდნენ კიდეც, მაგრამ მათი სიმშვიდე დაარღვია ევროპელმა დამპყრობლებმა. მიუხედავად ამისა, ინდიელთა ისტორია სრულად არ დამკრალა. დღევანდელი ამერიკის მრავალი შტატის სახელწოდებაც სწორედ ამ აბორიგენ ინდიელთა ენებიდან არის ნასესხები. მაგალითად, შტატი ალაბამას სახელწოდება ჩოქტაუს ენაზე მშრალ ტყეს ნიშნავს. არიზონა ჰაპაგოს ენიდან მცირე წყალს. შტატი კანზასის სახელწოდება კი ქაოვის ტომიდან მოდის, კენტუკი შოუენის ენიდან მწვანე თხეს, ოჰაიო კი სენეკას ენიდან დიდ მდინარეს. ასევე სხვა შტატების სახელწოდებებიც. ამ ჩანაწერში, რომელიც ფილმის სახით იქნება წარმოდგენილი, მოგითხრობთ ინდიელთა წარმოშობის, ცხოვრების, კულტურის, რელიგიის და მათი სამშობლოს ტრაგიკულად დაკარგვის შესახებ. სასიამოვნო ჩვენებას გისურვებთ, იქამდე კი გამოწერით. ცივ და უკიდეგანო მიწებზე, სადაც ახლა ბერინგის სრუტე ჭკებს, ოდესღაც ყინულის ხიდი იდგა. ეს იყო დრო, როცა ადამიანები სამყაროს ახალ გზებს ეძებდნენ. შორეულ აზიაში მომთაბარე ჯგუფები თავიანთ მომავალს თვალუსწინელი ჰორიზონტის მიღმა ხედავდნენ. ყინულის ხიდზე გადავლით ისინი ჩრდილოეთ ამერიკის მიწებზე აღმოჩნდნენ, სადაც უდიდესი მდინარეები, მაღალი მთები და სიცოცხლით სავსე ველები ელოდათ. თავიდან ეს იყო თავგადასავალი, შემდეგ კი სახლი. ისინი ნელა გავრცელდნენ კონტინენტის ყველა კუთხეში. ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციებით ენა და ცხოვრება შექმნეს. ამ უძველეს მოგზაურებს, რომელთაც ცეცხლი, ქარი და მიწა მეგზურად ყავდათ, ჩვენ ახლა პირველ ამერიკელებად ვიცნობთ. მათი ფესვები ერთი წერტილიდან იწყებოდა, მაგრამ ამ დროისულამ ისინი მრავალფეროვან კულტურებად აქცია, რომლებაც ამ მიწის სული შექმნეს. ეს იყო ადამიანები, რომლებიც ბუნებასთან ერთიანობას გრძნობდნენ, როგორც მისი ნაწილი და არამბრძანებლები. თითოეულ ტომს თავისი სახე, თავისი სული და თავისი გზა ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა: ცხოვრება ბუნების კანონების მიხედვით. ამ ხალხისთვის მიწა მხოლოდ სახლი არ არის. ის მათი სულიერი სამყაროს ნაწილია. ყოველი მდინარე, მთა და ხე წმინდა. მათი თქმულებები, სიმღერები და ცეკვები ბუნებასთან ერთიანობას ასახავს, ხოლო მათი სიბრძნე საუკუნეებით დახვეწილ წელსჩვეულებების შედეგია. ეს არის მიწა, რომელიც სიცოცხლით სუნთქავს და ხალხი, რომელიც მის ყოველ კუთხეს ცხოვრებით ავსებს. ეროიკოები მდინარის გასწრულ ცხოვრობდნენ, სადაც გრანდიოზული ტყეები ფართოვდებოდა, ხოლო ჰორიზონტზე შორეული მთა მუდმივად სანახევრად იყო დაფარული. მათი მთავარი დასახლება დღევანდელ ნიუ-იორკის შტატში მდებარეობდა. ლანდშაფტი, სადაც ეროიკოები ცხოვრობენ, ღრმა ტყეებით იყო დაფარული, სადაც ხეები ათასწლეულების განმავლობაში იზრდებოდა. მათი საზოგადოება იყო საოცრად ერთიანი და ღრმად დაფუძნებული ტრადიციებზე. თითოეული ტომი თაყვანსცემდა უდიდეს ლიდერებს, რომლებიც მათი საერთო საზოგადოების ინტერესების დასაცავად იბრძოდა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული, კოლექტიური იყო და ხშირად ჯგუფური საბჭოსა და განზრახვების საფუძველზე იყო დამყარებული. სოციალური თანასწორობა იყო მთავარი თემა და ქალი, როგორც ცხოვრების მთავარი ენერგიის მომხრე, თავის პოზიციას არ კარგავდა. ეროიკოების საზოგადოებაში ქალი ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, რადგან სწორედ ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს ოჯახისა და ტომის საკითხებზე. ეროიკოების ცხოვრება ხდებოდა სიზმრებსა და რეალობაში არსებული ზღვარის მიხედვით. კაცრად ითხოვდნენ შრომის ღირსეულ შესრულებას. მათი ტრადიციები ხშირად ხდებოდა გზამკვლევი, რომ ისინი სრულყოფილად აცნობიერებდნენ თავიანთ ცხოვრებას. თაყვანსცემდნენ ბევრ ღვთაებას და თითოეული მათგანი შთაგონებით იყო გაჯერებული. ბუნება, ცხოველები და ტრადიციები იდენტურად იყვნენ დაკავშირებული მათ რელიგიურ ხედვასთან.
თავარი ღვთაება დედამიწის და ცხოველთა მფარველი იყო. იროიკოები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ხუთიერის ადამიანები, წარმოადგენდნენ ერთ-ერთ უდიდეს და ძლიერ კავშირს ჩრდილოეთ ამერიკაში. მათი პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანება, რომელსაც იაროიკოს ლიგა ეწოდებოდა, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მაღალგანვითარებული კონფედერაცია იყო, რომელიც შექმნა ტომმა, რათა წარმოედგინათ საერთო ძალა და ურთიერთთანამშრომლობა. მე-15 საუკუნეში ამ ლიგაში იორით და 5 ტომი, მეჰე, ონონდა, საუგა, საუარი და იაგუა გაერთიანდა. გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთთან ბრძოლა საჯობებდა საერთო მტრის წინააღმდეგ შეთანხმებულად ემოქმედათ და მშვიდობა შეენარჩუნებინათ. დიდი მშვიდობის კანონი, რომელიც ლიგის ძირითადი პრინციპი გახდა, მოიცავდა მორალურ ღირებულებებს. თითოეული წევრი ტომი უპირატესობას ანიჭებდა სულიერ ზნეობას. შემდგომში ამერიკის კონსტიტუციის შექმნისას მნიშვნელოვანი პუნქტები გადაიღეს დიდი მშვიდობის კანონით. ნავახოები ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ინდიელთა ტომი იყო. მათი ცხოვრება ტრადიციების, ძალისა და სილამაზის ერთიანობას წარმოადგენდა. კულტურა კი ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც უდაბნოსა და მთების ლანდშაფტი, რომელშიც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნავახოების ტერიტორია დღეს ძირითადად ნიუ-მექსიკოს, არიზონასა და იუტას შტატებს მოიცავს. ეს სივრცე მათთვის წმინდა და ამავდროულად დღიუნეულია. ნავახოები, რომლებიც ადრე ცხოვრების ესთეტიკის ნაწილად თვლიდნენ სისუფთავეს, თავს იყრიდნენ ტრადიციულ ღრუბლებში. მიწა იყო მათი სულიერი ძალა. აქ ზღაპრულ ღამეში შესკროდნენ მთვარის და ვარსკვლავებს, დღისით კი გამოჩენი იმზე სიმამაცის და მხნეობას ანიჭებდათ. თა იყო მათი სული, ხოლო თვალუწვდენელი ველები მათი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ნავახოებს ჰქონდათ უმდიდრესი კულტურა, თითოეული რიტუალი ღრმა მოქმედებას გამოხატავდა ბუნებასთან მიმართებაში. ხელოვნების ყველაზე მშვენიერ დარგში, ქსოვაში, კერამიკაში, მუსიკაში მათი ნიჭი უსაზღვრო იყო. ნავახოს ენა ძალიან რთული და განსაკუთრებულია. მისი სირთულე თავიდანვე პატივისცემად და სამყაროს შეცნობას ასწავლის. ნავახოს სულიერ ერთმენა და მტკიცე კავშირი ბუნებასთან უკავშირდებოდა წმინდა კუნძულს. ის სიმბოლურად იყო დაკავშირებული ნავახოებთან, როგორც ადგილი, საიდანაც სიცოცხლე და სამყაროს ყველა ნაწილი წარმოიშვა. კერპები, რიტუალები და ცერემონიები ასწავლიდა ნავახოებს, თუ როგორ უნდა შეექმნათ ჰარმონია თავის თავსთან და გარემოსთან. ნავახოს ხალხი ცნობილია თავისი ბრწყინვალე ხელოვნებით, განსაკუთრებით ხალიჩებით და ძვირფასი ქვების რეწვით. მათი ხალიჩები გადმოსცემს პოეზიას, რუტინულ ცხოვრებას და ღრმა სულიერებას. ის ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნამუშევრებად. ნავახოები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობით, არამედ გამორჩეული იყვნენ სამხედრო ტრადიციებშიც. ისინი იყვნენ დაუღალავი მებრძოლები, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ თავიანთ მიწებს და თავისუფლებას. როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს მათ მიწებზე შეჭრა, ნავახოები გაძლიერებულად ებრძოდნენ დამპყრობლებს. მათ შორის იყო ჯერონიმო, ის ცნობილია როგორც უდიდესი ლიდერი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო მექსიკის და ამერიკის მთავრობების წინააღმდეგ ბრძოლას. მისი ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თავისი ხალხის, არამედ სრულიად ინდიელთა ტომების დაცვისთვის, რომელთაც მუდმივად ემუქრებოდა განადგურების საფრთხე. მისი სახელი დღესაც უკავშირდება შეუპოვრობას და ადამიანის დამოუკიდებლობის სურვილს. დღესდღეობით ნავახოები არ არიან მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის მატარებლები, არამედ თანამედროვე საზოგადოების ნაწილადაც იქცნენ. მათი ტრადიციები და კულტურა ისევ ცოცხლობს, ხოლო ნავახო ერი, რომლის მოსახლეობას დაახლოებით 300,000 ადამიანზე მეტია, აღსდგა თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურით. მათ, როგორც ნამდვილ სულიერ ერს, მისია დარჩა წარსულის ფასეულობების შენარჩუნება და ცხოვრების გზაზე სილამაზისა და სიმშვიდის პოვნა. ჩეროკები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩრდილოეთ ამერიკის ტომია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის კოლონიზაციასა და შემდეგი განვითარებების პროცესში. ჩეროკები ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში, კერძოდ თანამედროვე დეგონის, ტენესის, კენტუკის, ჯორჯიის და კაროლინა შტატების ტერიტორიაზე. მიწები საკმაოდ ფართოდ იყო გაშლილი. მათი ცხოვრება იყო როგორც უწყვეტი გამბედაობის და სწავლების პროცესი, რაც გულისხმობდა ნადირობას, თევზაობას, მცენარეულობის მოყვანას, რათა მოემზადებინათ სამკურნალო, საკვები და ხელსაქმის საჭიროებები. ჩეროკები მიყვებოდნენ ჭეშმარიტ სოციალურ კულტურას. კაცობრიობის ერთადერთი არსი, რომელიც მათთვის იყო ყოვლისმომცველი, იყო ოჯახი, ტომი და სოლიდარობა. მათი ცხოვრება ნაკარნახევი იყო ნდობითა და ურთიერთგაგებით. ყოველი ოჯახი იყო გარკვეული მთის, ტყის ან მდინარის ნაწილი. იცოდნენ ჰარმონიას სამყაროსთან. დამოუკიდებლობის, შინაგანი თავისუფლების და მტკიცე მორალის მისაღწევად ჩეროკებს სწამდათ ზეციური ძალების,
რომლებიც თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო. სჯეროდათ, რომ მთები, მდინარეები და ცეცხლი იყო სიმბოლური გზა მათი სულისწმენის. სჯეროდა რელიგია იყო როგორც ბუნების მშვიდობიანი მოზაიკა, სადაც ყველაფერი გადმოსცემდა წარსულს, აწყმოს და მომავალს. ატარებდნენ გამორჩეულ რიტუალებს, გაჯერებულს მისტიურ საბურავში. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ასრულებდნენ მშვიდობის ცერემონიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათ კალენდარში. ეს გაზაფხულის პირველ მსისხლთან ერთად იწყებოდა. ის იყო მადლობის გამოხატულება ბუნებისადმი. ჩეროკების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გამორჩეული მოვლენა არის ეგრეთ წოდებული გადაყრილი გზა, როდესაც ფედერალური მთავრობის მიერ ზეწოლის ქვეშ ჩეროკებმა იძულებით დატოვეს თავიანთი მიწები და გადავიდნენ დასავლეთ ნაწილში. 1830 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო ინდიელთა გადასახლება, რომლის განსაზღვროდა ტომების გადაყვანა აღმოსავლეთიდან დასავლეთში, სადაც მათ ახალი ცხოვრების დაწყება მოუწევდათ. გადაყრილი გზა იყო მძიმე მარშირება, რომლის დროსაც ათასობით ჩეროკმა ხანგრძლივი და საშინელი გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეროკების ისტორია აღსავსეა ტკივილი და დაკარგული მიწებით, ისინი მაინც აქტიურად აგრძელებენ კულტურულ აღორძინებას. აქტიურად მუშაობენ თავიანთი ენის, ტრადიციების და ისტორიის აღდგენაზე. მათი ისტორია არის წინააღმდეგობისა და სიძლიერის, ტრაგედიისა და სიხარულის შორის მოგზაურობა. თუმცა ჩეროკთა სული და კულტურა მაინც გრძელდება და ისინი კვლავ აჩენენ თავიანთი ენის უდიდეს მიღწევებს. მოჰიკანები ერთდროს დიდებული და შთამბეჭდავი ტომი, რომელთა ისტორია ჩამოყალიბდა დრამატული და ემოციური მომენტებით. ისინი ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში, მდინარე ჰადსონის მიმდებარედ, თანამედროვე ნიუ-იორკის შტატის რეგიონში. მათი ცხოვრება იყო შეუდარებელი ბუნებასთან ხმა კავშირით, ერთიანობით და სამამულო პრინციპით. მოჰიკანების კულტურა და ტრადიციები იყო წარმოუდგენლად მდიდარი. მათ ჰქონდათ ძლიერი იდენტობა და საკუთარ თავს მუშიკენს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს გმირებს. ეს სახელი გამოხატავდა მათ ბრძოლისუნარიანობას და პატივისცემას ნამდვილი მეუბრების მიმართ. ყველა მოჰიკანი, მიუხედავად მათი სიძლიერისა და ბრძოლისუნარისა, არ იყო სამხედრო. ისინი ხელოვნებას გრძნობდნენ, მათ შორის ფერწერას და მუსიკას, დატოვებს დიდარი მემკვიდრეობა. მოჰიკანთა ბედის მტკივნეული იყო, რადგან ევროპელი კოლონიზატორები შემოიჭრნენ მათ მიწებზე. კულტურა თანდათანობით ქრებოდა, თუმცა მოჰიკანთა სიძლიერე დღემდე ცოცხლობდა ისტორიებში, რომლებიც არაჩვეულებრივ გმირებად აქცევდნენ მათ. მოჰიკანების ისტორია, როგორც წესი, დაკავშირებულია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ნაწარმოების, The Last of the Mohicans, უკანასკნელი მოჰიკანის ავტორის, ჯეიმს ფენიმორ კუპერის სახელთან. მისი რომანი, რომელიც 1826 წელს გამოიცა, აღწერს მოჰიკანების ბრძოლას კოლონიზატორების წინააღმდეგ. მათი სისხლისღვრიის სიმბოლო ხდება ტომის გამორჩეული გმირი, რომელსაც ტრაგიკული ბედი ერგო წილად. აპაჩები ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ტომი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი სამხედრო ძალის, გამძლეობის და გამბედაობის გამო. ისინი ძირითადად ცხოვრობდნენ დღევანდელი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში, თანამედროვე არიზონა, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა და ტეხასის შტატებში. მათი ბნელი და ემოციური ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევია ჩრდილო-ინდიელ ტომებს შორის. ისინი ადრე დაყოფილი იყვნენ სხვადასხვა ტომებად, რომლებსაც ჰქონდათ სხვადასხვა სახელი და მმართველობა. თუმცა საერთო კულტურა, ენა და ტრადიციები ყველაზე ცნობილებს შორის იყვნენ ჩირიკაჰუა, მესკალეროსი, ოიამები, ჰაიკორები. აპაჩებს არ მოსწონდათ არც ევროპელები და არც ამერიკელები. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ მათ ექსპანსიას. სხვა ინდიელების მსგავსად დაკავშირებული იყვნენ ბუნებასთან. იყვნენ შესანიშნავი მხედრები. აპაჩები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დამოუკიდებლობას და ოჯახურ ერთიანობას. მათი რელიგია იყო პანთეისტური და ბუნების ძალების პატივისცემა. სჯეროდათ, რომ ღვთაებები და სულები მართავდნენ სამყაროს. ამერიკელ ინდიელებს შორის მრავალი გმირი იყო, რომლებმაც თავისი სიმტკიცით და სიმამაცით დაუტოვეს ისტორიას თავისი სახელი. მათ შორის გამორჩეული იყო Sitting Bull, ლატოტოსიუს ტომიდან. მისი სახელი მშობლიურ ენაზე ტატანკა იოტანკა ნიშნავს ჯდომარე ხარს. მისი სიტყვები, ეს მიწა, რომელიც ჩვენ გვიბოძეს წინაპრებმა, ჩვენი სულის ნაწილია, ბრძოლა კი ჩვენი სუნთქვა. იგი მთელი ცხოვრება ებრძოდა ამერიკის დამპყრობელ ჯარს, სანამ 1890 წელს არ მოკლეს. ჯდომარე ხარი დღემდე ცოცხალია იმ მიწაზე, რომელთვისაც იბრძოდა. ის არის ლეგენდა, როგორც სულიერი ლიდერი და თავისუფლებისათვის მებრძოლი. მნიშვნელოვანია უტეს ტომის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქალის, ჩეპეტას როლი, რომელიც თავისი სიბრძნით, დიპლომატიური უნარებით და მშვიდობის დამცველობით გახდა ლეგენდა. იგი იყო ტრადიციების მცველი, თუმცა ამავე დროს ხიდიც ორ სამყაროს,
ინდიელთა და ამერიკულ მთავრობას შორის. ინდიელების დამარცხების ისტორია ტრაგიკული ეპოსია, სადაც ბუნების შვილები თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. თუმცა ვერ გაუძლეს ახალ სამყაროს, რომელიც მათი მიწების დასასაკუთრებლად მოვიდა. ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლა იარაღით. ეს იყო კონფლიქტი კულტურებსა, სოფხედულობებსა და სამყაროსადმი დამოუკიდებულებებს შორის. ბოლოს ინდიელებმა დამარცხება კულტურულად იგრძნეს. მათი შვილები თავიანთი ენის და ტრადიციების გარეშე დარჩნენ. მიწები დაიკარგა და თავისუფლება საბოლოოდ ჩამოშორდნენ. თუმცა მათი ისტორია დასრულებული არ არის. ინდიელთა სული კვლავ ცოცხლობს იმ მიწებზე, რომელზეც ახლა ქალაქები აშენდა. ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენი სული ყოველთვის დარჩება ამ მიწასთან, იტყოდნენ ინდიელები. ეს იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ისტორია, რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ თავიანთ წინაპრებს და ბუნების სიწმინდეს.